ბატონ დავით, გთხოვთ გითხრათ საგზაო მოძრაობის წესებიდან ყველაზე ხშირი დარღვევები. რამდენიმე წესს გამოვყოფდი დარღვევის და მაინც ყველაზე ხშირი დარღვევა, რომელიც იწვევს ყველაზე ხშირად საგზაო შემთხვევებს და ამავდროულად დაშავებას, დაღუპვას არის სიჩქარის გადაჭარბება, ესეთი ამ დარღვევას საერთაშორისო დონეზე ეწოდება კვლელი დარღვევა, ანუ სიჩქარე, რომელიც კლავს, ხო? და ამიტომაც მთელი მსოფლიო პირველ რიგში ებრძვის სიჩქარის გადაჭარბებას და ეს არის ყველაზე ისეთი ყურადსაღები დარღვევებიდან და შეიძლება ჩვენ სტატისტიკას თუ შევხედავთ, რასაც აქვეყნებს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხვდებით არასწორ მანევრირებას. რა მნიშვნელობა აქვს ავტოტრანსპორტის ტექნიკურ გამართულებას საგზაო უსაფრთხოებისთვის? საგზაო შემთხვევების მიზეზებში ერთ-ერთი წამყვანი არის ტექნიკური გაუმართავობა ავტოტრანსპორტის, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატისტიკაში არ ჩანს, ოღონდ საქართველოს სტატისტიკაში არ ჩანს, იმის გამო, რომ სტატისტიკის წარმოება ამ მიმართულებით ვერ ხერხდება ჯერჯერობით სამწუხაროდ, არ ხდება თანამედროვე მიდგომებით სტატისტიკის წარმოება. ტექინსპექტირება დაინერგა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან. ეს არის ასოცირების, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. თავარი ამოცანაა, რომ ავტომობილი გზებზე იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. ამის ერთი რგოლი ტექინსპექტირების სახით არსებობს, მაგრამ არ ტარდება და დაგვიანდა ღონისძიებები გზებზე კანონის ახსნების ნაწილში, როდესაც პოლიცია ხედავს, რომ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავია, უნდა ატარებდეს შესაბამის ღონისძიებებს და ამავე დროს უნდა იყოს შესაბამისად ადმინისტრირებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ბრძოლები მიმართავენ манипуляციებს და ავტონაწილებს ქირავობენ. ასევე აქ უნდა ვისაუბროთ ინსპექტორების კვალიფიკაციაზეც, რამდენად სწორად ფასდება ავტომობილის ტექნიკური გამართულობა თუ გაუმართავობა. დღეს გვაქვს შემთხვევები, რომ ერთ ინსპექტორების ცენტრში ხარვეზდება ავტომობილი და შემდეგ ხარვეზის აღმოუქმრელად 10 წუთში გადის სხვაგან ინსპექტირებას. ხო, ესეც რა თქმა უნდა პრობლემებს ქმნის. ამიტომ ავტომობილის ტექნიკური გამართულობა არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა საქართველოსთვის და ეს გამოწვევა არის მთელი მსოფლიოსთვისაც, მათ შორის განვითარებული ევროპული ქვეყნებისთვის და ევროკავშირისთვისაც, ამიტომაც ის ევროდირექტივები, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არსებობს და ხშირად ამბობენ, რომ ეს სავალდებულო არ არის, მათი ნაწილი სავალდებულო არის და ინერგოს. თუმცა ის რაც არეკომენდაციო ხასიათის არის ამ მათი დანერგვაც აუცილებელია, იმიტომ რომ ევროდირექტივები არის კვლევითი დოკუმენტი, სადაც დადასტურებულია თუ ჩვენ რაღაცას დავნერგავთ, ის გამოსწორდება, ხო? ანუ ესია, დადგენილია. ამიტომ თავარი გამოწვევა გვაქვს კი ეს ტექნიკური გამართულობაც, მისი შენარჩუნებაც, კანონის ახსნილება გზებზე და ევროდირექტივების დანერგვის ტემპი, რომელიც ბოლო პერიოდში შენელებულია და მეტის და უკეთესის სურვილს ტოვებს.